ახლა აღარ მახსოვს კარგად. რომელ კლასში ვიყავი? მე-4-სა თუ მე-5-ში? დუმბაზე. ადაკიდა მიპასუხე. რა არის სამშობლო? ამაყენა ქართულის მასწავლებელმა. სამშობლო? სამშობლო ის ადგილია, სადაც დავიბადე და კიდევ ჩამეკითხა მასწავლებელი. ძალიან დიდხანს ვიფიქრე. ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებელის გალობანი სინანულისანი არის. დემეტრემების შენ ხარ ვენახია. პატასაკაძეა ქეთევანის დაშანთული მკედი. თამარის გვირგვინი და ვეფხის ყაოსანია. იქნებ ვაზია სამშობლო, აბა დააკვირდი, თუ დაბლარია და ჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარი ცაში ხელაპყრობილმა, ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი ისე არაფერს არ უხდება, როგორც სამშობლოს. კიდევ რა არის სამშობლო? თვითმფრინავი და რომ განმოხედავ კავკასიონის უზარმაზ და თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი რომ გაგეჩხერება, ეს არის სამშობლო. კიდევ ძაღლი, კაკა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა, ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა რომ გენანება. ის მიწა, თბილისის პატარაობანი, დილიდან საღამომდე ქუჩის ბოლოში რომ ვერ ჩახვარ. იმდენი მეგობარი შეხვდება, მოგიკითხავს და მოგეალებს. კიდევ რა? სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეითავ, რადგან ყველა გამოშენიდობილია და საპატარძლოს შესარჩევად იძლევა. ხარ რომ სხვა სოფელში წახვიდე. მეგობარ, გაჩერდით ერთი წუთით. მიპასუხეთ, რა არის სამშობლო? გაჩერებ ქუჩაში გამებას. მე მეკითხებით? ვიუფლება გამჩვენებელი გამება. დიახ, თქვენ იქნება არიცით. როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ დაუფიქრებათ ქუჩაში? დიახ, ასე უცბად დაუფიქრებათ ქუჩაში. ასე უცბად დაუფიქრებათ ქუჩაში. სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება ბატონო. სამშობლო ყველაფერი ისა, ურავლისა და ცისოცხლე არ შეგიძლია. სამშობლოს არ ვისწავართ მე ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, დასაც კი გაეცინა. სამშობლო დედის ძუძუია, არ შეიჩნევის ხვალზე და ორივე ტკბილია ძმობილო, მირჩევ ორსავ თვალზე და როგორც უფალი სამშობლო, ერთია ქვეყანაზე და ირიშაშებს დილა მოვაკრიალა, ტოროცა შეასკდება იარად, მიწიანად, ჩირგვიანად, ციანად, საქართველო ყლავის ყველაფრიანად, ნაკუც კი არა, საქართველოს გაუმარჯოს ყველაფერი. კიდევ უფრო იღაროძინე საქართველო.